4 ჰექტარი იყო მთლიან ტერიტორიაზე კოლხური ბზა და დღეს დაახლოებით 1 ჰექტარამდე გვაქვს შემორჩენილი. გამყინვარებას გადარჩენილ კოლხურ ბზას სერიოზული პრობლემა პირველად 2011 წელს შეექმნა. მაშინ მცენარეს დაავადება ეგრეთ წოდებული ბზის დამწვრობა გაუჩნდა. მისი გამომწვევი პათოგენური სოკოა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და რამდენიმე საათში მერქნის დაზიანებას იწვევს. გვხვდებოდა 304 წლის ხეები, რომლებიც სიმაღლეში 10-15 მეტრს იზრდებოდნენ. უკვე გამხმარი არის დაზიანებული. დაავადებისგან დასუსტებული და დაზიანებული მცენარე 3 წლის შემდეგ ბზის ალურამ თითქმის მთლიანად გაახმო. ბზის ალურა მწერია, რომელიც საქართველოში პირველად 2014 წელს გამოჩნდა. როგორც ამბობენ მავნებელი, უცხო ქვეყნიდან შემოსულ ტურისტს ფეხსაცმლის ლანჩით შემოყვა და ქვეყანაში მალევე გავრცელდა. წელიწადში ერთხელ სამჯერადად ვახორციელებთ მის შეწამვლას და დღეს გვაქვს სურათი კარგი აღმონაცენები. კინტრიშის დაცული ტერიტორია ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, სადაც ისტორიულად კოლხური ბზის კორომები გვხვდებოდა. აი ეს შეწამლის ღონისძიებები არის ეფექტური? დიახ, ბოლო წლების მონაცემებმა, რაც გვაჩვენა აღმონაცენმა და აღმონაცენის ხარისხმა დაგვერწმუნა იმაში, რომ შეწამლები ეფექტურია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრეპარატი, რომელიც შერჩეულია, ეხმარება მცენარეს განვითარებაში და ზრდაშიც ასევე აძლიერებს, ასე ვთქვათ, მცენარეს და ეს აღმონაცენი გაცილებით კარგად და ძლიერად გამოიყურება. ისტორიულად სადაც იყო ეს ბზები, იმ ადგილებში ხვდებით ძირითადად ახალ აღმონაცენებს. რეინჯერებმა თავიანთ ტერიტორიაზე იცის თუ რა ადგილებში არის ბზები და მათი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ გადაამოწმონ და ბზის მდგომარეობა დააფიქსირონ. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე კოლხური ბზა რთულად მისასვლელ ადგილებში ხარობს. 2 საათიანი გზის ნაწილი ავტომობილით, ნაწილი კი ფეხით გავიარეთ. ამ ტერიტორიების დათვალიერება რეინჯერებს ყოველდღიურად უწევთ. აი აქ ვნახეთ გამხმარი ბზაც, რომელსაც არ ჭრით ხო თქვენ? არა, იმიტომ ამჭრით, რომ ჩვენ ვართ ნაკრძალის ტერიტორიაზე და ნაკრძალში ბუნებრივი პროცესი უნდა ხდებოდეს, ბუნებრივად და იქ ხელის ჩარევა, ასე ვთქვათ, არის აკრძალული. 4 დაცულ ტერიტორიასთან ერთად კინტრიში ერთ-ერთია, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა. იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში კინტრიში იმის გამო შევიდა, რომ აქ კოლხური ტიპის ტყეა შემორჩენილი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც კოლხური ბზაა. ამ მცენარის ისტორია უძველესი დროიდან იწყება. კოლხურ ტყესთან ერთად ის გამყინვარებას გადაურჩა.